მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კერძო სკოლების დირექტორებს გააცნო. შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ყველა კერძო სკოლის დირექტორი იყო მოწვეული. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროფესიაში შესვლის გზებსა და კარიერული წინსვლის ეტაპებზე. საქართველოში სულ 246 კერძო სკოლა, აქედან 123 თბილისშია. კერძო სკოლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სქემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ და მინისტრისთვის შეკითხვები დაესვათ. პედაგოგი როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში ემსახურება ერთი და იგივე მიზანს. ისიც გასათვალისწინებელია, რა თქმა უნდა, რომ რეგულირებადი პროფესია ყველას ერთნაირად და მისი რეგულაციები ეხება ყველას ერთად. ასევე ვიცით, რომ ზოგადი განათლების ნაწილში ჩვენ ჩავდეთ ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაევალა ყველა მასწავლებელს იყოს სქემაში ჩართული. რა თქმა უნდა, გარკვეული თავისუფლების ფარგლებში ჩვენ გვინდა რომ შევთავაზოთ კერძო სკოლებს შემოვარდნეს სქემას. ვფიქრობ, პროფესიული განვითარების სქემა ერთ-ერთი რევოლუციური ნაბიჯია ზოგადსაკანონმდებლო სისტემაში და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენც კერძო სკოლებიც ჩავერთვებით ამ სქემაში. დადებითი მომენტი ამ სქემისა პირველი ის გახლავთ, რომ ზოგადსაკანონმდებლო სკოლის დამთავრებულ ადამიანს უკვე აღარ შეუძლია მიიღოს მასწავლებლის პროფესია. მეორე ძალიან საინტერესო მომენტია ის, რომ უკვე უმაღლეს სასწავლებლებში ხდება ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული დაინტერესებისათვის და მესამეც მნიშვნელოვანია ის, რომ კარიერულ ზრდას თან ახლავს ფინანსური ზრდაც.